ნიკა მელია იქნება ჩვენი სტუმარი. ნაციონალური მოძრაობის იგივე გზა უნდა გამოიაროს როგორც ჩანს. მერობის კანდიდატი საღამო მშვიდობისა ნიკა ძალიან დიდი მადლობა რომ ხარ ჩვენი სტუმარი. დიანა მეუბნებოდა რეკლამაზე მაგარ რაღაცას ინტერაქტივთან დაკავშირებით მაყურებ და ბრძანდით მაყურებელს შევახსენებ ინტერაქტივში გამოტანილი გვაქვს კითხვა 3 ჩამოთვლილი კანდიდატიდან ვის აირჩევდი თბილისის მერად კალაძეს მელიას თუ გახარიას და დიანა რა თქვი რეკლამის დროს სერიოზული მობილიზებაა თქვენი პარტიული აქტივის როგორც ჩანს ან ჩვენი ეთერის აქტიური მაყურებლები არიან თქვენ როგორ ხსნით ჩვენი ინტერაქტივით გამარჯვებულად გამოცხადდით ლამის მოგესალმებით და გილოცავთ პირველ რიგში არაჩვეულებრივი რთული არ მოიწონო სამბეჭდავია კი ეთერში და ეკრანზე არ ჩანს ისე როგორც რეალურად გამოიყურება ან მინდა გითხრათ რომ კიდევ უფრო მეტად შთამბეჭდავია როდესაც შემოვედი და ვნახე დავთვალიერე ალბათ იქნება წარმატების საწინდარი არა მარტო თქვენი ტელევიზიისთვის არამედ თავისუფალი სიტყვისთვის თქვენც კარგი ფეხი გაქვთ ნიკა ნახოთ. არა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის ჩვენი ტელევიზიის ცხოვრებისთვის, იმიტომ რომ დღეს რეალურად ახალი სიცოცხლე დაიბადა TV პირველის და დაგიმახსოვრებთ ყველას, ვინც პირველად შემოხვედით ამ სტუდიაში. კარგი ბედს ვის დააბრალეთ. ნერვები გეშლებოდა, გახარიას რომ კარგი გახარიას დაბრალდება და რომ usმენდი, ხა თუ როგორი იყო შენი რეაქცია, როდესაც ეხლა ისმენდი გიორგი გახარიას პასუხებს, ცოტა ვრცლად ვასაუბრეთ ის იმიტომ რომ პირველი ეთერი იყო მისთვის მას მერე რაც მერობის კანდიდატად დასახელდა და ეხლა შენთან გვინდა დავიწყოთ ასევე ვრცელი ინტერვიუ ნიკა მოულოდნელი იყო თუ არა და შენ როგორ ფიქრობ აი ეხლა სწორედ გამოვიტანეთ ჩვენ ინტერაქტივში ეს სამი გვარი თუ არის შანსი რომ კიდევ აყირავდეს ისე სიტუაცია რომ მეორე ტურის კონტურების სხვა კანდიდატის მეშვეობით გამოიყო პირველ რიგში ნერვების მოშლაზე მინდა გიპასუხოთ ნერვები ბევრ რაღაცაზე უკვე დიდი ხანია არ მეშლება მინდა სწორად ვიცი და სწორად ვაცნობიერებ მე მეგობრებთან ერთად, ხარდაჭერებთან ერთად, ამორჩევლებთან ერთად, პოტენციურ ახალ ამორჩევლებთან ერთად თუ რა ბრძოლაში ვართ. და ნერვების მოსაშლელი ერთის მხრივ ბევრი რამაა ამ ქვეყანაში, მაგრამ ცივი გონება ყველაზე მნიშვნელოვანია, ამიტომ ნერვები არაფერზე პოლიტიკაში ყოფ ადამიანს არ უნდა ეშლებოდეს. ეს ერთი, მეორე, რაც შეეხება თქვენს ინტერაქტივს, მე ვფიქრობ ამორჩეველი 2 ოქტომბერს მიუხედავად ყველაფრისა, რასაც ქართული ოცნება ცდილობს წლების განმავლობაში და აპრობირებული აქვს სხვადასხვა მეთოდები შედეგების მანიპულაციისა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც მას არაფერი არ უშველის და არ გადაარჩენს. ქართული ოცნება უნდა შეეგუოს, რომ ოპოზიცია იმარჯვებს. ქართული ოცნება უნდა შეეგუოს, რომ ოპოზიცია წელს იმარჯვებს. ამაში ვარ დარწმუნებული. ვინ იმარჯვებს ნიკა, ვინ შეუქმნის პრობლემას? მოდით, ასე დავიწყოთ. გიორგი გახარიას ჩართვა ამ არჩევნებში, თქვენი საარჩევნო ამოცანები, პოლიტიკური ამოცანები გართულა თუ გააიოლა? როგორ უყურებთ თქვენ? ის შემოსვლას, ეს არ არის შემთხვევითი ამბავი. მე არ მინდა რომ ან ქედმაღლურად ჟღერდეს ნებისმიერი ჩემი პოზიცია, თუნდაც ამ პოზიციაში ვიყო დარწმუნებული, მაგრამ ნუ რა ვქნა, ხა რასაც ვფიქრობ, ის უნდა თქვა ყურს ხوار ვიტყვი. ხო. მე ჯერ ერთიც ეჭვი მანამდეც არ მეპარებოდა წარმატებაში, იმიტომ რომ მე უბრალოდ სასურველს რეალობად კი არ ვასაღებ. აგერ შაშანდელი შედეგი შეიძლება მოვიშველიო, ხო, გდანში. გდანში ეხლა თბილისის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაიონია და ადამიანი, რომელიც იქ იდგა და მეომებოდა, პირდაპირ თქვა, ეს არ იყო არჩევნები, მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის მოყვანა დასჭირდა გდანში არჩევნებამდე 2 დღით ადრე და ივანიშვილი მოიყვანეს, ხო, მაშინ გდანში მოიყვანეს 2 დღით ადრე, ნუ ადამიანი საერთოდ არჩენდა და გდანში გამოჩნდა, ხო, მიუხედავად ყველაფრისა, კობიაშვილი იყო შენი კონკურენტი და ახლა კალაძე და გახარია ყველა კვლევით ერთ-ერთი ყველაზე მაღალ რეიტინგული საზოგადოებრივი განწყობის მიხედვით ლიდერები არიან. თუ შეიძლება მე რასაც ვფიქრობ, იმას ვამბობ, ყურს ხوار ვიგადრებ და მიუხედავად ყველაფრისა, ეს ადამიანი შარშან გახდათ მოქმედი მაჟორიტარი, მოქმედი მაჟორიტარი როცა ხარ გდანში, კობიაშვილი ახსენეთ, ხარდაჭერილი პრაქტიკულად კალაძის მიერ, უახლოესი მისი მეგობარი, ხო? ბიზნესი იმას მაინც წააგეს და 44% დაფიქსირდა ოპოზიციის ანგარიშზე. ვიყავი საერთო ოპოზიციური კანდიდატი. ნუ იმას არ ნიშნავს, რომ სრულიად მთელი ოპოზიცია მიჭერდა მხარს, 19 კანდიდატი ვიყავით და ეს შედეგი დაფიქსირდა. დღეს
მე ეჭვი არ მეპარება, რომ ქართული ოცნება განსაკუთრებით თბილისში და მსხვილ ქალაქებში და არა მხოლოდ დიდ ქალაქებში უბრალოდ დამარცხება და დამარცხება ხალხის წინაშე და ხალხი დაამარცხებს ძალიან მშვიდობიანად, იმიტომ ყველაფერს აქვს საზღვარი, ყველაფერს აქვს საზღვარი და კანონზომიერება. და ამორჩეველმა გადაწყვიტოს ახლა ვინ იქნება მეორე ტურში, ბატონი კალაძე თუ ბატონი გახარია. მე სანამ თქვენ შემომიყვანდით ეთერში, მქონდა შესაძლებლობა ბოლო 15 წუთი მომესმინა, ახლა თუ შემეშალა და მომესმა, მაპატიეთ, ხო? მე მგონი ბატონ ბიძინა ივანიშვილს აქებდა, ხო, ეს ადამიანი აქ იჯდა და მის ღვაწლზე საუბრობდა, რომ რა ისტორიული მისიით ადამიანი დაიბადა და მოგვევლინა ჩვენ ერს. ახლა ნუ არ ვიცი, ქართული ოცნება. ივანიშვილმა მიიყვანა, ივანიშვილის დროს გახდა პრემიერი და რაღაც ტიპის ამიტომ გადაწყვეტს ძირითადად ქართული ოცნების ამომრჩეველი ვინ იქნება მათ შორის მოწინავე. მე ასე მგონია. აი რეალურად უფრო ვინაა შენი კონკურენტი, ნიკა? კალაძე თუ გახარია თუ სხვავი? რთულია ეხა პროგნოზის გაკეთება მათ შორის. ახლა რომელი უფრო მეტ ამორჩეველს წამოიყვანს ქართული ოცნებიდან, მაგრამ მე ჯერა საკუთარი ამორჩევლის მართლაც 8 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი მიმუშავია ველზე ამორჩეველთან განსაკუთრებით თბილისში და ახლა მხარდაჭერილი პარტიების, როგორიც არის გირჩიმეტი თავისუფლება, ზურა ჯაფარიძის პარტია, რომელიც ძალიან ძლიერი პოზიციებით არის წამოდგენილი თბილისში, განსაკუთრებით ევროპული საქართველო, ელენე ხოშტარია იქ, განსხვავებული პარტიები, როგორც არის ხალოტონი ბურჯანაძე, დათო ჭეჭიანძის პარტია, დათო ჭეჭიანძის პარტია და ბევრი სხვა, ერთობლიობაში ეს იძლევა სინერგიას და კუმულაციური ეფექტი აისახება 2 ოქტომბერს ჩემის აზრით შედეგებზე. ვნახოთ ეხა წარმოვიდგინეთ ეხა მაყურებელი, რომელიც ჩვენს ეთერს უყურებს და რომელიღაცა ცალკე აღებული კანდიდატი ზის ეთერში და ამბობს, რომ ის აუცილებლად გაიმარჯვებს, ხო? არ მინდა ასე ვისმინებოდე. მე უბრალოდ პრაქტიკული მაგალითი მოვიყვანე შარშანდელი ოქტომბრის თვის რა მოხდა გდანში. და წელს უფრო უკეთესი შედეგი მგონია რომ დააფიქსიროს ოპოზიციის ძირითადმა პარტიებმა ჯამურად განსაკუთრებით. ვერანაირ 40%-იან ნიშნულს ესენი დიანა და ინგა ვერ მივახლოვდებიან და ძალიან ბევრ ოლქს წააგებენ. ეს არჩევნები ყველაფერთან დიახაც ოცნება, ქართული ოცნება. ეს არჩევნები ყველაფერთან ერთად განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების მომდენო 10 წლებს ალბათ არის. მაგრამ არაპირებენ მეორე არჩევნების დანიშნვას, უბრალოდ ხელახალი არჩევნების დანიშნვას ამბობენ ოცნების ლიდერები, თუგნებოდ გახარიას სიტყვებით ვიტყვი, ოცნების ბოსები, რომ არანაირი არჩევნები ამას ხო ისინი არ გადაწყვეტენ საბოლოო ჯამში, საბოლოო ჯამში თქვენ, მე, დიანა, თქვენი ოპერატორები, ძვირფასი თანამშრომლები გარეთ არ ვიცი მოქალაქეები, ადამიანები ხმის უფლებებზე მქონე საქართველოს მოქალაქეები გადაწყვეტენ და ისე იქნება როგორც ხალხი როგორ ნებასაც გამოხატავს. არ უშვებ რომ კალაძის პერსონალური რეიტინგი უფრო მაღალი იყოს. არ მინდა სახელი და გვარები ჩამოთვლა, დიანა. ვიდრე ეს არის პარტიის წარმოადგენს. ჩამოთვლა, მაგრამ პერსონალურ რეიტინგებში ბევრი პოლიტიკოსი მუდამ ლიდერობდა და დათო ბაქრაძეს არა, სხვადასხვა პოლიტიკოსი არა. ხო, მაგრამ რეალური შედეგი არჩევნებზე სხვა ფიქსირდებოდა. ეხლა რახან ამ ბატონზე მესაუბრებით კალაძეზე, რომელზეც მაღალი წარმოდგენის უარა ვარ, ეხლა გასაკვირია, მაგრამ ნუ ეხლა მაღალი წარმოდგენის არ არის, მაგრამ ბოდიში ნიკა გაგაწყვეტინებს, სიტყვა არ დაგავიწყდეს. დიანა წლების წინ როცა პირველად ნიკა მელიას კანდიდატურა დასახელდა, გადაღებაზე ვიყავი, მაშინ იმედიდან მისული და პირველი კადრი რაც გადავიღე მელიას სახლში, იყო კალაძის პოსტერი. მახსოვს რეპორტაჟი. პერიოდში ხო, ანუ კალაძე იყო ნიკა მელიას კუმირი. ისე რაც წარმოიდგენდი ახლა თავის დროზე აი ამ პოსტერს რომ აკრავდი კედელზე, რომ კალაძეს მთავარი კონკურენტი იქნებოდი შენ. კი, ნუ იქ იყო ახლა პოსტერი შოთა არველაძისა და ბატონი კალაძისა, როცა ფეხბურთს თამაშობდნენ და ერთმანეთს შეხვდნენ, ერთი აიაქსში თამაშობდა და მეორე მილანში, ამხანაგური მატჩი იყო. ამიტომ ახლა ბოლო არჩევნებზეც ამ ბატონმა პარტიაზე ნაკლები ხმა აიღო 2017 წელს. ბატონმა კალაძემ უფრო ნაკლები ხმა აიღო, ვიდრე მისივე პარტიამ, ვისი რიგებიდანაც კენ შეყიდა. მათი გადასაწყვეტია როგორ ანაერად იბრძოლებენ ამ არჩევნებში, რა შედეგისთვის იბრძოლებენ, გულისხმობ, ჩვენი ამოცანა არის, რომ რაც შეიძლება ყველა საქართველოში მცხოვრები ადამიანები
დავარწმუნოთ იმაში, რომ მიუხედავად ბევრი სირთულისა და სიზნელისა, მიუხედავად გაუსაძლისი მდგომარეობისა, შესაძლებელია უბრალოდ ადამიანზე დროც კი არ კონდეს ლუკაპურის საშუალებლად გასული ადამიანი შეიძლება ვერც ახერხებდეს 20 წუთით საარჩევნო უბანთან მივიდეს, აი ამაში ასეთი ადამიანებს უნდა დავარწმუნოთ, რომ არჩევნებთან მივიდნენ. და აი როგორც თქვენ გიყურებთ, ისე ვარ დარწმუნებული, რომ შედეგი იქნება კანონზომიანი. არა, აი შედეგი რა იქნება მე ხო, აი რა იძლევა ციფრებით პარტია მათი პარტია არის უფრო წინ ვიდრე თქვენი პარტია, ის პერსონალურად არის უფრო წინ ვიდრე თქვენ. რა პერსონალური რა? იმიტომ რომ ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი და არ ამგონია ჩვენს ქვეყანაში საღად მოაზროვნე საქართველოს მოქალაქემ ვერ შეაფასოს ის სახელმწიფოებრივი საფრთხეები, რომელიც წინაშე განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში ამ რეჟიმს დასავლეთისთვის ზურგის შეცევა. დასავლური სივრციდან დასავლური სივრციდან დასავლეთისთვის დასავლური სივრციდან ეს ადამიანები ჩვენ ვერ გაგვიყვანენ. დასავლური სივრციდან ეს ადამიანები ჩვენ ვერ გაგვიყვანენ. ივანიშვილი ბატონი ოლიგარქი ჩვენ ვერ გაგვიყვანს დასავლური სივრციდან. დიახაც, ვერ გადაგვახვევიოს დასავლურ გზას, იმიტომ რომ ეს არის ქართველი ერის, საქართველოს მოქალაქის ქართველის არჩევანი. რომ არ გადავუხვიოთ და გადახვევა ევროატლანტიკური გზიდან არის როგორც აღმოჩნდა ქართული ოცნების არჩევანი და მე პირადად ეჭვიც კი არ მეპარება რომ უმჭიდროესად არის დაკავშირებული ბიზინა ივანიშვილი ძირგამოთხელ სახელმწიფოს ინტერესებთან ეს არის რუსეთის ფედერაცია. ანუ შეგნებულად ხდება იგი ევროკავშირთან დაკავშირებით, სესხთან დაკავშირებით რა განცხადებასაც ვისმენთ, მიზან მიმართული. ამიტომ ეხლა როდესაც ამორჩეველი დადგება დააყენეს ამ არჩევანის წინაშე და კანდიდატად ხელისუფლებას თავაზობს ამ პარტიის გენერალურ მდივანს. მოდით ეხლა სიმართლე ვთქვათ, ხო? ამ ქვეყანაში თქვენს მეც და ძალიან ბევრ ადამიანს ბევრი რამე სამართლიანად არ მოგწონს, ხო და გვინდა კიდევ უფრო დიდი ხანი არ მოგვიწიოს ამ გაჭირვების მორევში ყოფნა და არ ჩაგვითრიოს ამ მორევმა. მაგრამ ვინ არის ამ ყველაფრის შემოქმედი? ბიზინა ივანიშვილი, მხოლოდ თუ ის პარტია, რომლის მეშვეობითაც ძალაუფლებას ინარჩუნებს და ამ პარტიის გენერალური მდივანი ვინ არის? ვინ არის არქიტექტორი იმ თუნდაც დარბევისა 5 ივლისს რაც მოხდა რუსთაველის გამზეზე? ვინ არის არქიტექტორი იმ არ ვიცი იმ არა მე რო ვიყო ეხლა თქვენ რო იყოთ გენერალური მდივანი პარტიის რომელიც ხელისუფლებაში ეს არ არის მერი მარტო და მერობის კანდიდატი ეს ადამიანი არის ზუსტად ისევე პასუხისგებელი იმ შიმშილზე იმ ძალადობაზე იმ განუკითხაობაზე როგორც არის ბატონი ივანიშვილი პასუხისგებლობას კალაძესაც მაფათიათ ეხლა როკითხო ამ ადამიანებს რო კითხოთ ის კაცი წასულია სახში საერთოდ ამ რო კითხოთ მათ ამ ლოგიკით ჩემი პოზიცია უფრო ძლიერდება ხო მაშინ ვინ არის ეხლა წარმოვიდგინეთ თქვენ ბატონი კობახიძე რო იყოს თბილისის მოქმედი მერი რა ვინაიდან მუნიციპალური კომპეტენცია უფლებამოსილება მოიცავს ბეტონის დასხმასაც და ასფალტის დასხმასაც და დაგებას რა არ იქნებოდა პასუხისგებელი ბატონი არა რასაკვირველია პასუხისგებაზე და იმ ენით აღუწერელ გაჭირვებაზე რომელშიც ერი ჩავარდა ხო ეხლა რეკორდული მაჩვენებელი მაქსიმუმი დაფიქსირდა მიმდინარე თვეს აგვისტოს თვეში უკვე გასული თვის ინფლაცია მაქვს მაჩვენებელი ინფლაციის 12.7 ისტორიული მაქსიმუმია ხო მაგრამ აი მოდი რა ფასების ზრდა ყოველკვირეულად ცაში მიფრინავს და შემოსავალი მცირდება და რატომ დამარცხება იცით ერთ-ერთ ფაქტორს გეტყვით ქართული ოცნება აუცილებლად არც ერთი კანდიდატი ნუ ეხლა ბევრი კანდიდატი არსებობს ეხლა თბილისის მერის ნომინირებული რომელიც მოვა თქვენთან ეთერში და ვერ იტყვის რომ ის გაიმარჯვებს იმიტომ რომ ნუ რეალურად ნუ თქვი ყველა იტყვის მაგრამ გამარჯვებას ასხივებს გამარჯვების შანსებს ასხივებს ეხლა დავასრულებ ნახეთ არა ვერ იტყვიან ეხლა ხო არის ხო ნუ მე რიგი მერობის კანდიდატები ყავს ხედველობაში რომელიც ვერ გეტყვია მაგრამ რატომ გონია რომ იქნება აი შედეგის თვალსაზრისით საუკეთესო მაჩვენებელი რომელზეც ოპოზიცია ხალხთან ერთად გავა იცით დღემდე ქართული ოცნება დიდწილად დამოკიდებული იყო განსაკუთრებით ბოლო არჩევნებში ბოლო ორ არჩევნებში სახელმწიფო სტრუქტურებში დასახლებულ ადამიანებზე რომლებიც თითქოს და უზრუნველყოფილნი არიან სოციალური გარანტიებით იქ დაბალი მაგრამ მაინც ხელფასით არიან ხო
1000, 1500, 1700 ლარი, თუნდაც 600-ია. ეს ადამიანებიც ხდები ამ ქალაქში ცხოვრობ, ამ ქვეყანაში ცხოვრობ, ეს ადამიანებიც ხდებიან, მიხვდნენ უკვე, რომ ამ ხელისუფლების პირობებში უბრალოდ მათაც ზუსტად ისევე უჭირთ, როგორც დაუსაქმებელ ადამიანს. ნიკა, ერთი ანუ წუთი, ფასები ერთის მხრივ იმატებს, გავიგე. შემოსავალი იგივე გავიგე. რჩებათ და ეხლა რომლის ხელისუფლებასაც ისინი წარმოადგენენ, რომ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები მოხდებობაში მინისტრის მოადგილეები, ისინიც კი თავისთავად რჩებიან მარტონი ხდებიან, რომ განვითარების შანსი ამ ხელისუფლებასთან ერთად ქვეყანას არ აქვს, მაგრამ ამ პოლიტიკური თანამდებობის ქვეშ მყოფ საჯარო მოხელეებს საერთოდ დაკარგული აქვს პერსპექტივა, რომ ქვეყანა შეიძლება გავიგე და აი მოდი ერთ და მოაწმელებენ. 2018 წელს რა მოხდა? აი 2018 წელს ნახეთ, მაგრამ სხვა რამე უნდა 2018 წელს გკითხო რა. იმდა დავასრულებ. თქვენ რომ 3 დღით ადრე ჩემთვის კითხვა დაგესვათ და მე მეთქვა რომ აუცილებლად ქართული ოცნება პირველ ტურზე თუ ვისაუბრებდით დამარცხდებოდა, თქვენ მეტყოდით როგორ ეხა იქ ადმინისტრაციული რესურსი იქ ბიზინა ივანიშვილი რა მოხდა ხო ნახეთ ხო პირველ ტურში რა მოხდა როცა ძალიან დაგსაქსული იყო განსაკუთრებით ოპოზიცია სამწუხაროდ მიუხედავად ამ ყველაფრისა ნუ დამარცხდნენ საპრეზიდენტო არჩევნებში და მას შემდეგ საარაკო სიგიჟეები პოლიტიკური და არამხოლოდ პოლიტიკური ჩაიდინა ქართულ ოცნებაში. დაინახეს კინაღამ წაგეს ეს უმიშა ნიკა სხვა რამე უნდა გკითხო. ასეთი სიტუაცია იყო რამდენიმე თვის წინაც. აი შენ ახსენე წეღან გლდანი. დიანა უნდა ვთქვა რომ გლდანი არის ის შემთხვევა. მე ვერ ვისაუბრებ მთელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ, მაგრამ გლდანი არის ის შემთხვევა, რომელიც მე ვნახე ჩემი თვალით ოქმები, თავიდან რა ოქმებიც იყო და მე როგორ გადაწერეს და ვიყავი გაოგნებული. მართლა გლდანში ეს მოხდა არნახული გაყალბება. ამას ვამბობ ღია და პირდაპირ, მაგრამ აი რა შეიცვალა. ერთი წუთით გადაგიწერეს, გადმოგიწერეს, ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი და მე რა მოხდა? რა მოხდა? გლდანის მაჟორიტარი არის ისევ სხვა, ყობიაშვილი და ხალხი სად არის? სად არის? ნახეთ, ეს იყო ეტაპი, როგორც აღმოჩნდა სამწუხაროდ იმ გრძელი მნიშვნელოვანი ბრძოლის. ერთი გადამწყვეტი მნიშვნელოვანი ბრძოლის ეტაპი აღმოჩნდა, რამაც გამოიწვია. მე გეუბნები რომ გააყალბესთქო. მე ხო არ გადავედი. გადაგიჯღავდნენ. მას შემდეგ ძალიან ბევრი ხალხი სად იყო და ეხლა რატო ვერ დაიცვა ოპოზიციამ ეს მოპოვებული. რა დაემართათ ქართულ ოცნებას, ხო? რა დაემართათ და ისეთი ძიმე შეცდომები დაუშვა აღელვებულმა, არ დარჩა ინგლისურ ენაზე, ფრანგულ ენაზე, გერმანულ ენაზე სოფლიოში მოლაპარაკე პოლიტიკოსი, რომელმაც არ დაგმო ქართული ოცნების საქციელი 23 თებერვალს, ხო? აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლიათ ისე ჰაიდა კი არ მოსულა, ბრძოლის შედეგი იყო. იმას ვამბობ, ჩვენ 1 ნოემბერს გამოვედით მეორე დღეს რუსთაველის გამზირზე და ბრძოლა დავიწყეთ უსამართლობის წინააღმდეგ, ამ გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ. საბოლოოდ კულმინაცია იქნება, არა, კულმინაცია იქნება 2 ოქტომბერს. ეხლა რთულია ხალხო, ვინმეს თუ გონიათ, რომ ოლიგარქიულ რეჟიმთან, იცით რა, წინასწარ თქვენ დიანა ტრაპაიძეს, ნიკა ამელიას და ინგა გრიგოლიას შეუძლიათ ეთერში დასხდნენ და 100%-ით თქმა იმისი, რომ ერთი თვით ადრე, იცით რა, ოლიგარქი აუცილებლად წააგებს და ფავორიტი არის ყველა ოპოზიციური კანდიდატი. ხა რანერი ოლიგარქია მაშინ, რომ ჩვენ ვითვალისწინებთ მის მეთოდებს, რასაც ის ჩადის, ხო? რომელიც თავიდან ბოლომდე არის რუსეთის ფედერაციის დიქტანტის ქვეშ. ეჭვი ამაში ამებარება, ამიტომ ბრძოლა, ვინც იბრძოლებს, ის გაიმარჯვებს და ეხლა ვინმეს თუ გონია, რომ ქართულ ოცნებას ან იდეა შემორჩა, ან უბრალოდ საღი აზრი შემორჩა. არაფერი, ხა აი დღეს ზურაბ გილჩი ჯაფარიძეს სხვადასხვა საარჩევნო სიაში ჩაწერილ ადამიანებს რას უშვებიან, ხო? ვესაუბრე ზურაბ ჯაფარიძეს, ეხლა ურეკავენ სათითაოდ სხვადასხვა რაიონებში, ხო შეიტანა ზურაბ ჯაფარიძე სია საარჩევნო და ძალდატანები აწერინებენ განცხადებებს, რომ გამოიტანონ საკუთარი ნებით განცხადება CSKO-და რომ მან შეშლია ჩემონიკა ზურაგირჩი ჯაფარიძის ამომრჩეველი ზუსტადაც არ არის ის ამომრჩეველი რომელსაც შეეშილება ზევიდან რამდენიმე ადამიანმა დაურეკა ზურაგირჩი სხვა ყაიდის ხალხი ავიგე მაგრამ რამდენიმე ადამიანმა დაურეკა და სიიდან ამოწერა თხოვდა რატომ იმიტომ რომ გარკვეულ რაოდენობას შენ თუ სიიდან ამოწერ სია გიუქმდება ხო სუსის მუქარა არ იყოს
პარტია წარმოდგენილი. რატო აკეთებს ახლა თქვენი აზრით მსგავს რაღაცას ხელისუფლება? იმიტომ რომ უბრალოდ დარწმუნებული არის, რომ ძალიან უჭირთ შეთქმულებას მოუწყობენ ეს ჩვენი თანამოქალაქეები, ძვირფასი საქართველოს მოქალაქეები, საარჩევნო უნდასა მოატყვილებენ. ნამდვილად და ჩვენ პოლიტიკოსებმა უნდა ვიბრძოლოთ და თავგანწირვა ვაჩვენოთ. გლობალსელი უზრუნველყოფს ჩვენს ინტერაქტივს, უნდა გაგაცხოთინოთ ნიკა და მადლობა მათ თანამშრომლობისთვის 22000 ზარი არის ამ წუთისთვის შემოსული. საკმაოდ მაღალია, როდესაც ეს ინტერაქტივი გამოვიტანეთ, ეთყობა ეს ინტრიგაც კარგად გავთვალეთ, შეიძლება ითქვას. აი ამ მონაცემებით მე მაყურებელს მინდა უთხრა, ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია სოციოლოგიურ კვლევაზე და რაღაც ესეთი ტიპის ოფიციალურ კვლევაზე, მაგრამ პროცენტები 100 არის გადანაწილებული. დიანა, მე კარგად ვერ ვხედავ შორს და იქნებ წაიკითხო ეს პროცენტები. 11 მიასედი კალაძე, მელია 69.28 და გახარია 22.71. ნიკა, მე მაქვს თქვენთან ასეთი კითხვა. პერსონებზე მაინც თითქოს არ საუბრობ, მაგრამ გახარიას გამოჩენა ნიშნავს თუ არა, რომ თქვენ გაგიოლებთ შეიძლება მისთვის გაიოლოს, მაგრამ თქვენი გადასახედიდან გაგიოლებთ მეორე ტურში კალაძის გადაყვანას. ანუ არის თუ არა თქვენი სიტუაციური მოკავშირე კალაძის დამარცხების გზაზე? 2014 წელს სიმართლეს გეტყვით ახლაც 2014 წელს ერთ ადამიანს ვერ ნახავდით პრაქტიკულად, მაშინ ძირითადად ნაციონალურ მოძრაობა ვიყავით მარტო ოპოზიციაში, ხო, ნახე მე ვინ ვიყავით, არა? ერთ ადამიანს, ვინც აუგს ამბობდა ბიძინა ივანიშვილზე და მაშინ ვერ მოახერხეს პირველ ტურში გამარჯვების მოპოვება ქართულმა ოცნებამ. ეხლა ეს არის წარმოუდგენელი, ახლა რა მნიშვნელობა აქვს 2014 წელი. დიანა სწორია ნიკა. ნარმანია და კალაძე 2014 წელი იყო. თავიდან ბოლომდე ეხლა სიმართლე გითხრათ, წესიერებით, პატიოსნებით ის ადამიანი ბევრად ჯობდა ვიდრე კორუმპირებული ადამიანი, რომელმაც სესხა დაღებული, არა, სხვა როგორ მნიშვნელოვანია სესხა დაღებული ფული 60 მილიონი, ვითომც არაფერი გააკრო ავტობუსების ტენდერიდან, ხო? კალაძის მეორე ტურში გადასაყვანად გახარია არის თუ არა თქვენი სიტუაციური მოკავშირე დღეს თქვა ეს კითხეთ? არც კი ვუშვებდი სიმართლეს გითხრათ. აი საერთოდ თუ კი რამეზე არც მიფიქრია ის, რომ შეიძლება თბილისში მეორე ტური არ იყოს, საერთოდ აი ქიმერაა ის. ეხლა ბატონი გახარია საერთოდ აწარმოებს ლოგიკურად მეორე ტური გარდაუვალ. ოლს თბილისში შედეგობრივად მოვიგებთ ოპოზიცია, რომ ეს ევროპული საქართველოს გიჩი მეტი თავისუფლება რა პარტიებიც ვართ გაერთიანებული ელენე ხოშტარიაზე დროა და ხალბატონი ბურჯანაძე, ჩიჩინაძეს პარტიის მხარდაჭერები მეშვეობით მოვიგებთ პირდაპირ გეუბნები და შედეგობრივად ნიკა მელია როგორც ნიკა მელია კი არა, ადამიანი, რომელიც ხარდაჭერილია ბევრი განსხვავებული ადამიანის მიერ. პირველ ტურში შედეგობრივად 100% როევრე და მესამე ადგილზე ვერ გავა, არ ვიცი და ოცნების ხმებს შეჭამს ნაწილს მაინც. დიანა, რას გეკითხება? გახარია ხო გაუხობს ხმებს? კი ბატონო, რას ბატონი გახარია შემო, მე ხო არ ვარ, მე ვარ სიტუაციური მოკავშირე ხო არ აღნიშნა. კვლევა ჩატარებული და ვიცით რაზეც საუბრობდა, მოვა ეს 2 ოქტომბერი და გდანში ხა პროკურორმა უსწრებთ კალაძეს ნიკა. თქვენი კვლევა ამას ამბობს, რომ კალაძეს უსწრებთ? ბატონო თქვენი კვლევა რას ამბობს, რომ კალაძეს უსწრებთ? მე რაღაცა მკითხეთ პირველ ტურზე და მაგრამ რაღაც კვლევებით ხართ გულმოცემული და რას ამბობს თქვენი კვლევა? და მუშაობ დიან და ვიცი ნამდვილად და არა მარტო ნაციონალური მოძრაობის ერთგული ამორჩეველი, ბევრი განსხვავებული ამორჩეველის მე არ მინდა იმ ქალაქ ჯერეთიც ხანს უსვამ, რომ ეს არ არის მხოლოდ მუნიციპალური არჩევნები, ხო? განსხვავებული არ მინდა იმ ქალაქის მერობა. მე არ მინდა მე აი გახარია, ბატონ გახარიას ვინც ხარს დაუჭერს ამ არჩევნებში და კალაძეს ვინც ხმას მიცემს, იმისი მერიც მინდა ვიყო. კი, ნამდვილად, ჩემთვის ის ქალაქი, სადაც დავიბადე და გავიზარდე და ის ქვეყანა, სადაც დავიბადე და გავიზარდე, გაცილებით მეტია ვიდრე პოლიტიკა, ხო? მართლაც ესეა, განსაკუთრებით დედაქალაქი, ხო? ნამდვილად არ მინდა ვიყო ადამიანი, ვინც იქნება აღქმული მხოლოდ მავანისთვის და არც თუ ცოტა ადამიანისთვის პარტიული მერის სახით და მიხარია რომ ბევრი განსხვავებული პარტიის ხარდაჭერილი ვარ. მართლა მიხარია, ბევრი ამოჭა დაში მოხდა იგივე რომ ნაციონალურ მოძრაობა მაჩვენა საუკეთესო შედეგი გდანში
მაგრამ ნაციონალურ მოძრაობამ საუკეთესო შედეგი ხო აჩვენა, რაც კარგია ნამდვილად, მაგრამ 16%-ით მეტი ავიღე გდანში. არა, ანუ მე საიდან იგივე იქნება, ამიტომ ოქმები ვიცი ზეპირა და ამაში გეთანხმები ნიკა და შენ იცი ჩემი განსაკუთრებული ერთი წუთით დამოკიდებულება მაქვს მე შენს მიმართ იმ თვალსაზრისით რომ თუ ამ წლებში ვინმეს თავზე წისქვილის ბორბარი ადატრიალებულა და ჩემი ყველაფერი გადაგხდა თავისი დაჭერით იმუნიტეტის მოხსნით ასე შემდეგ და ასე შემდეგ ერთი კითხვა მაქვს უბრალოდ ერთი წუთი ბიძინა ივანიშვილი ეხა თბილისის მეერობის კანდიდატი იყო მოიგებ და იგივე ბატონია. რას როგორ მოიგებდა ადამიანი რომელსაც როგორ მოიგე ადამიანი რომ მაშინ ეხა თქვენ გითხათ რომ ვინდა გითხრათ რომ ადამიანი უმრავლესობა ვინც ამ ქალაქში ცხოვრობს და ამ ქვეყანაში ცხოვრობს ეთანხმება იმას რომ ჩვენ გავხდეთ არ ვიცი გუბერნია რუსეთის ფედერაციის ეს მოცემულობა დაგვიდო ხათუმა ოცნებამ რომლის გენერალური მდივანი არის ბატონი კალაძე ხო ადამიანები რომლებიც გამოდიან ბატონი კალაძე არის ხო რომელიც გამოვიდა და ერთ-ერთ ყველაზე ჩვენს მჭიდრო სტრატეგიულ პარტნიორს მოუბრუნებლად უთხრა ბალტიისპირეთში გზავნილი გაუგზავნა ესტონეთს საკუთარ თავს მიხედეთო სამხრეთ უნდა ვეძებდეთ ესეთ ადამიანებს და პარტნიორებს ნატოს სახელმწიფოს როდესაც ხედავ რომ გადაყოლილია შენზე და ამ გზავნილს უგზავნი აქედან, როდესაც გამოდიან და ევროპარლამენტარებს პრაქტიკულად ლანძღავენ, როდესაც ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ აიძულონ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომ უარი თქვან საერთოდ ჩვენთან თანამშრომლობაზე, ერთი სული აქვთ. ევროპელი, ამერიკელი დიპლომატები გამოვიდნენ და თქვან, რომ თავი დაგვანებეთ, ხახნო. ერთი სული აქვთ, იგივე გააკეთონ ჩვენმა დასავლელ პარტნიორებმა საქართველოსთან მიმართებაში, რაც გააკეთეს მაგალითად ავღანეთთან მიმართებაში. და ეხლა ამ ყველაფერს თქვენ ვერ ხვდებით, რომ ხალხი ხედავს. და ეს ადამიანები, ჩვენი მეგობრები, თანამებრძოლები თუ მივლენ და იმ ადამიანს, ვინც ერთი მხრივ ამ დამშოულ ქვეყანაში, სადაც ფასები ხო არა 70% არის სურსათზე ფასები გაზრდილია. რაც ესენი ხელისუფლებაში არიან, ეხლა მილიონამდე ადამიანი, რაც ეს რეჟიმი ხელისუფლებაში მოვიდა ქვეყნიდან არის გაქცეული და რისთვის არის კარგი ცხოვრების საძებნელად კი არ არის იქ წასული რისთვის არიან მაგრამ კალაძე ამბობს რომ გეუბნებით რომ პირველივე დღეში აბა რა სიტყვი მაგრამ ზუსტად ვიცი ამ ქვეყანას არ გახარიამაც იგივე ხო მაგრამ კალაძის და შევეგუოთ დიანა პირდაპირ გეუბნებით რა გვექნება სანერვიულო შევეგუოთ აზრს გინდათ ამის თქვა ჩემთვის რომ ქვეყანას წაერთვება უფლება იყოს სუვერენული სახელმწიფო და დამოუკიდებელი ქვეყანა და თავისუფლება როგორც ასეთი ცნება არიარსებებს მე შორს ვარ ამ აზრისგან პირდაპირ გეუბნებით მე რა ეს ყველა გამოწვევა 20 საპარლამენტო არჩევნების დროსაც მე რა ხდება ძვირი დაუშვათ დიანა ძვირი თქვენ რა გონიათ იქ კარგი ცხოვრებით შემომივარდნენ იქ 23 თებერვალს მე რა ხდება მაინტერესებს ნიკა თუ იგებს ოცნება. აი მე რა. თუებით რატო? აი ცით არ ვილაპარაკო, თუ არ დავსვათ. თუ იგებს, პირდაპირ გეუბნებით, თუ აღაზე უნდა ისაუბროთ გინდათ ამ ეთერში. სხვა სახელმწიფო იქნება, არ იქნება სახელმწიფო დამოუკიდებელი. ნუ ესა ჩემი რწმენა. თუ კი ინვეს ეჭვი ეპარება, რომ ეს ხელისუფლება არ არის სუვერენული ხელისუფლება, ანუ თავის თავზე დამოკიდებული არ არის. ეს ადამიანები მივლენ და ხმას მიცემენ ბიზინა ივანიშვილს თუ მათი ჯერათ რომ ბიზინა ივანიშვილი არის პატრიოტი საქართველოს მოქალაქე. თუ ვინმეს ჯერა რომ ბიზინა ივანიშვილის პირობებში მათი შემოსავალი იზრდება, მივლენ და მიცემენ ხმას ბიზინა ივანიშვილს. თუ ვინმეს ჯერა რომ ქვეყანაში სახელმწიფოში კანონიერი ქურდები არ მოგინობენ, კრიმინალები არ არიან ხელშეუხებლები, ასეთი ადამიანები მივლენ და მიცემენ ხმას ბიზინა ივანიშვილის წარმომადგენლებს. თუ ვინმეს ჯერა რომ მედია არ არის საფრთხის ქვეშ, ანუ თავისუფალი სიტყვა როგორ არ არის ნიკა მე იმაზე მძიმედ ვაფასებ არსებულ რეალობას ვიდრე შეიძლება შენი ხმა ამას ამბობ ეკრანზე მე უბრალოდ იმას ვერ ხვდები მე ანუ ერთი წუთით კიდევ ერთხელ გავიმეორებ მე უფრო მძიმედ ვაფასებ კიდევ სიტუაციას ვიდრე შენი ხმა ამბობ მაგრამ მე რა და მე ბევრი ადამიანი ჩემს გარშემოც ეხა რას ნიშნავს რატო არის მნიშვნელოვანი ეტაპები ბრძოლის ბევრი თვალსაზრისით ერთ-ერთი მიმართულებით მინდა თქვენი ყურადღება შევაქციო მე პირადად რა დავინახე ჩემი გამოცდილებით ბოლო განსაკუთრებით ერთი თვის პროცესში ხო ჩემი საქმიანობისა ეხლა დავინახე ჩემს გარშემო ადამიანები რომლებიც
იმაზე მაგარი პატრიოტები არიან, ვიდრე მეგონენ და ვერ ვამჩნევდი. მაგრამ ისეთი ადამიანების დავინახეთ ჩემს გარშემო, რომლებსაც თურმე რო ველაპარაკები, რომ სახელმწიფო არის ამა და ამ კონკრეტული საფრთხის წინაშე, მათ კონკრეტული ადგილი აინტერესებდათ საარჩევნო სიაში. ასეთი მოხდა კრისტალიზაცია. ხო. ჩემთვის ეს თითოეული დღე ამ ბრძოლაში ნიშნავს კიდევ უფრო გაძლიერებას რწმენაში და გუნდისა, რომელსაც მე წარმოვადგენ. ნიკა, ყველა არჩევნები 2012 წლის შემდეგ ყველა არჩევნებმა ჩაიარა მიშა ბიძინას დაპირისპირების ქვეშ. ახლა არის შანსი, რომ გახარიას ჩართვით თბილისის მერობისთვის ბრძოლაში და აი ამ შიდა დაპირისპირებით ოცნების წიაღში იქცეს კალაძე გახარიას რაღაც ოცნებითვე დათრგუნვის ბრძოლად, მაგრამ აი თქვენ ხო ცოტა აფსაიდში ხომ არ იქნებთ, აი რამ შეიძლება ნაციონალური მოძრაობა, რამ შეიძლება გააქტუალუროს? 8 წელიწადია ვარ. ეხა მე არ ვთვლი სხვათა შორის ოპოზიციის კანდიდატი არც დიდი წარმოდგენის ვარ თიდიანა, მაგრამ არც ნაკლები წარმოდგენის ვარ და ზუსტად ვიცი რაზეც ვსაუბრობ. ვერც ბატონი გახარიას და ვერც ბატონი კალაძის კონკურენტებად არსებობა ამ ქვეყნის მომავალს ვერ წაშლის. პირდაპირ გეუბნებით, ერთსაც დავამარცხებთ და მეორესაც დავამარცხებთ. ჯერად ეხლა თუ მეუბნებით, რატო გჯერაო? მე ჯერა. მაგრად ვჯერა. რუსთავში ვჯერა, კირკიტაზეში. დიანასგან განსხვავებით მე არ ვფიქრობ, რომ საიტში შეიძლება. არა, მე არ მეორე მე ვეკითხები უბრალოდ. ვიცი, მაგრამ მე როგორ ადამიანი და დიანა მოცოვიკამათოთ ხო არა, ნახე, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რა არის, იცით? ჩვენ თუ მართლა კიდევ ვუშვებთ, არ დაგიმალავთ, აი კიდე თუ ვუშვებთ, რომ ნიშანწყალი მაინც არსებობს კლასიკური პოლიტიკური პროცესისა ამ ქვეყანაში, არ არის ხალხო ეს ასე რთული პროცესი არის, ამ პროცესში გადარჩენა არა ადვილი. მე თვითონაც დავწმუნდი ჩემს გვერდ რა ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრობდით, ხო ეხლა წასულ ნაციონალურ მოძრაობაზე. ეხლა ნახეთ, ქართული ოცნება რა სახერხებს? ყველა ვინც ჩვენს რიგებში იყო, უმრავლესობა და კარგი იქნებოდა რომ არ ყოფილიყო ესენი ხელისუფლების ნაწილი. დღეს არიან ქართული ოცნების რიგებში კანდიდატებად, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად, მერობის კანდიდატებად, სასამართლოში რა ხდება, ჩემზე კარგად მოგეხსენება და ასე შემდეგ. როგორ ბედავენ საერთოდ ეს ადამიანები, ვინც მართლა ნეტავ არ ყოფილიყო წინა ხელისუფლების ნაწილი, ხო? აი ეს ადამიანები გვერდში არათუ დაიყენეს, არამედ მათზე დამოკიდებულნი არიან. ერთგვარ დაგისახელებთ კონკრეტულად ბატონ მურუსიძეს, რომელიც გამოც თელზე დასავლელ პარტნიორებს ეუბნებიან, რომ თქვენსგან არ ჭირდება დახმარება. ხო არ ვიგონებ, ხო ბატონი სუბარი და სხვები გამოვიდნენ, რომ ხო ევროკავშირზე სურს სასამართლო სისტემის, ქართული სასამართლო სისტემის მონგრევა და გაკონტროლებაო. და იმ სასამართლო სისტემის თავი და ბოლო არის ბატონი მურუსიძე. ახლა ამაზე მეტი სიგნალი რა უნდა იყოს? ნიკა, უნდა დაგემშვიდობოთ და ბოლო კითხვა მაქვს ასეთი. თქვენ შემდეგ სტუდიაში შემოვა თქვენი პარტიის ყოფილი თავმჯდომარე. რამე ხომ არ გაქვთ დაუბაროთ ან უთხრათ? გრიგოლ ვაშაძეს ყველაზე მნიშვნელოვანი გაგცეთ ამ კითხვაზე პასუხს. ჩემთვის არის რა ნამდვილად და ბევრი ადამიანია ასეთი ნაციონალურ მოძრაობაში და ჩვენს პარტნიორ პარტიებშიც. ხახდო, ერთის მხრივ ჩვენ გვაქვს ისტორიული გამოწვევა, რომელსაც უნდა ვუპასუხოთ, დამღლელი არის, არ არის ადვილი. ხან დეპრესიაში გივარდება ამორჩეველი აქტივისტი, ხან რო გონია აღმოაჩენ შენს გარშემო ადამიანს, რომელსაც უყურებ როგორც თანამებრძოლს, მაგრამ რეალურად სავარძელი აინტერესებს თურმე, ხო, პროცესი მტკივნეული არის, მაგრამ ზუსტად ვიცით, რისთვის ვიბრძვით ისტორიულად. აი რეტროსპექტივაში რო შეხედო, არ გეგონოთ რომ 100 წლის წინ, 50 წლის წინ, 40 წლის წინ დიდი გამარჯვებები რომ მოდიოდა, ხო, მსგავსი პრობლემები მაშინდელ ქართველებს, მათ შორის დიდ ქართველებს არ ქონდათ. სადღაც ბევრი დიდი ქართველისა და ქართველების გარშემო იყვნენ ადამიანები, რომლებიც საუბრობდნენ, იცით რა, ვერ გაიმარჯვებთ, წერი მაინც დაგიპყრობთ, მაგრამ ყოველთვის იყო დიდი ჯგუფი, რომელსაც წარმატების და გამარჯვების რჯეროდა და საბოლოო ჯამში ფინიშის სწორზეც გადიოდნენ. და გამარჯვებასაც მოიპოვებდნენ. ამიტომ იგივე მოხდება ახლა. რას დაუბარებთ? ესეც მეგრელია, შერაგონა. არ ვიცი მე. იქა მელიაც მეგრელია, გახარიას აუგუსტის თქმა არ მინდა. წარმატდეს ყველა ჩემი მოკავშირეა, ვინც
ბიძინა ივანიშვილის, კალაძის, კობახიძის, ღარიბაშვილის, მურუსიძის, აი ამ არქიტექტორების რეჟიმისა წინააღმდეგ არიან ყველა რეალური ოპოზიცია, რომელიც ამ ბრძოლაში არის და მინდა წარმატება მათ უსურვო. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ან ნაწყენი იყოს ვიღაცა ჩემზე, ან მე ვიყო მათზე ნაწყენი ასე შემდეგ. დღეს ეს ყველა არავითარ შემთხვევაში ეს არის, მე ზუსტად ვიცი. მე ზუსტად ვიცი რა ბრძოლაში ვარ და ეს იავარდებით მოფენილი გზა არ არის. შე შემთხვევაში შეიძლება ისეთი ადამიანისგან დაგწყდეს გული, რომ მართლა შეიძლება უბრალოდ ნიკა ჩემი მეგობარია უნდა ვთქვა და ძალიან აი გარეგნულად ხო რაღაცა ესეთია დიდი და რაღაცნაირი და სინამდვილეში ძალიან ბევრი რამე წხის და ემოციურად რეაგირებს ხოლმე. ასე მგონია მე ასეც ვიცი. არა, ნუ ეხა არა ვარ რკინის ნამდვილად არა ვარ, მაგრამ მიზანი რის გარშემოც ვართ გაერთიანებული, ჩემთვის ბევრად მნიშვნელოვანია, არ დაგიმალავთ. ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ცალკეული ანწყენები ან ძართული არ დაგეთანხმო. ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება, როცა ისეთი მომენტი, როცა ძალიანაც შეიძლება ნაწყენი იყო, მაგრამ მოცემულობიდან გამომდინარე აღარ გინდოდეს ამაზე. ნაციონალური მოძრაობის მოქმედ თავმჯდომარეს და სტუდიაში თქვენ შემდეგ ველოდები ყოფილ თავმჯდომარეს ახალ პოლიტიკურ პარტნიორთან ერთად. წარმატებები მინდა გისურვო, მოდი ინტერაქტივს ეხლა კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი, ანუ კალაძე, მელია, გახარია, ჯერჯერ პროპორციები იგივეა, არ იცვლება, ნუ არ ვიცი, ეს ადამიანები, ვინც ახლა რეკავენ, მადლობა და ხარს მიჭერენ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ოქტომბერს, როგორც ერთი მუშტი ისე შევიკრები და თითოეულ ხმაზე ვიბრძოლებ. მართლა თავი უნდა გადავ. პირდაპირ გემოვნებით რა. და გვისმენს ბევრი ადამიანი. უნდა გადავდოთ თავი. ქართულმა ოფიციალურად უნდა დაინახოს, რაც ბიძინა ივანიშვილმა ერთხელ თქვა. თუ გიჟები არიან, კედელს ასკლებიან. ოთხ ოპოზიცია. დაგვინახოს 2 ოქტომბერს ამ ბატონმა საარჩევნო უბნებთან გამაგრებულები და ხმის დაცვის პროცესში ჩართულები ჩართვალოს გიჟები. ბატონო, მართლაც იმიტომ რომ ამ მომავალს არ წავაშორეს ყოფილი მმართველი პარტიები კრებოდნენ. ამდენი წელი თავი შეინარჩუნა და ამომრჩეველი რაღაც ერთი და იგივე ზომებში ეს არის ძლიერდებით. კიდევ უფრო ძლიერდებით. ერთი ადამიანი მიდის, 10 მოდის. პირდაპირ გეუბნებით, აი ხა ბოლო დღეებშიც აი ბოლო 10 კვირის განმავლობაში ხო ვიღაცეებმა პარტია ნაციონალური მოძრაობა დატოვეს ნუ თქვენთვის უცნობა ადამიანებმა ხო იმიტომ რომ მათ უნდათ საარჩევნო სია და როდესაც ვერ მოხდნენ ეწყინათ რაც არ უნდა სამართლიანად წევნოთ ეხლა ბრძოლით ესე იგი სხვა ბრძოლის ეპიცენტრში ხარ ხო შენ ხო რა არ გავძლიერდებით ერთი წავა 30 მოვა კარგად გამდებოდი ნიკა დიდი მადლობა რომ იყავი ჩვენი სტუმარი ძალიან ურჩი რესპონდენტი ყოფილხარ ნიკა არა ხო არიან გემრიელი რესპონდენტები და ცოტა უგემრი ჯერჯერობით დღევანდელი ეთერის ორივე სტუმარი ვთქვათ რომ გემრიელი რესპონდენტები იყვნენ არ ვიცი მეგრული იცი მეგრული მესმის ყველაფერი პლანუჯუა სხვადასხვა ზუგდიდში ანზორმელია უნდა წარადგენ ჩვენ ვაპირებთ წარდგენილია მაგრამ უნდა ჩავხვიდეთ მამა და იცით რა არის ხო ეხლა აი ბატონი თქვენ წინა სტუმარი საუბრობდა ისე გეგონება მე ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი და ის იყო ოპოზიციონერი ან პრემიერ-მინისტრი ხა ზუგდიდში ყველაფერს თავი დავანებოთ ღირსების საკითხია აი მარტო იაკერზაია ახსენეთ ხო თქვენ მარტო იაკერზაია ფოტოშოპი რომელი რასკოლაც იაკერზაია ასქვეში იყო ანუ მართლობა ხონდა იაკერზაიას ადამიანი რომელმაც უბრალოდ უარი უთხრა ადგილობრივ ხელისუფლებას პროცესებში ჩართვაზე საარჩევნო და მერე ცენტრი ჩაერთო და აიძულეს ქალბატონი რომ ჩართულიყო არც ნაციონალური მოძრაობის ხარდაჭერი იყო არც ქართული ოცნების უბრალოდ ჩათვალეს რომ როგორ შენ მოქმედი სკოლის დირექტორი ხარ რატო არ გვიჭერ ხარსო იქამდე მიიყვანეს ადამიანი მოკტა ქალბატონი ბაჩანა შენგელია მისი შვილი გინახავთ როდესაც პოლიტიკური განცხადებით მანა არა და წარმოიდგინეთ ეხლა გახარიასთან ინტერვიუში ბიჭმა შვილმა წარმოიდგინოს რომ ნებისმიერ შვილმა რომ დედა სწორ ადგილზე მოუკლეს და ის სკოლა სოთაშვილის დამთავრებული და ღირსების საკითხია რომ იაკერზაიას ყველაფერს თავი დავანებოთ მართა სახელი სადიდებლად გამარჯვება მოვიპოვოთ ზუგდიდში და არა მხოლოდ ზუგდიდში და ბატონი გახარია ეხა ისე საუბრობდა გეგონება ან იარაღს მეუდებდი ან მე ვზალადობდი ან მე ვკლავდი სკოლის დირექტორს. ნიკა, მადლობა ნიკას. მამას მოკითხვა, რომელიც ყველა ჩვენგან ისლამის ოჯახის ექიმი იყო და მოკლედ წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ანზორმელიასთან ჩვენ გვექნება ინტერვიუ.